მშვიდობისა, თქვენ უყურებთ იმედი ლაივს გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა, მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. შეურაცხყოფა ცილის წამება, ბრალდებები, პატრიარქის არჩევნების წინ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია გააქტიურდა. ბოლო ორ კვირაში ჯაშუშობის ორი საქმე გაიხსნა, ვის სასარგებლოდ მუშაობდა ბრალდებული უძილაური გიყვებით რამდენიმე წამში. მომდევნო კვირაში წმინდა სინოდი საქართველოს ახალ 152 კათოლიკოს პატრიარქს გამოარჩევს, ჩატარდება გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც ეკლესიის მღვდელმთავრები არჩევანს გააკეთებენ 3 კანდიდატს შორის. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მროველურბნელი მიტროპოლიტი იობი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭრეთ მპყრობელი გახდება. გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთისნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ეკლესიისა და ერისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ამ თხოვნით დღეს მეუფე შიომ სამღვდელოებას და მრევლს მიმართა. არაერთი მსგავსი მოწოდების მიუხედავად პატრიარქის არჩევნების წინ აქტიურად მიმდინარეობს ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია. მასში ჩართული არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები. სატელევიზიო ეთერებიდან თუ სოციალურ ქსელში თვალს ვადევნებთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს და შეურაცხყოფას სასულიერო პირების მიმართ. ეკლესიის საქმეებში ჩარევა და სინოდის წევრებზე პირდაპირ იზეწოლა უწოდეს ამ პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, თავდასხმა ეკლესიაზე და კონკრეტულად მეუფე შიოზე მიზნად ისახავს ერის გამაერთიანებელი მთავარი ინსტიტუტის დასუსტებას. მმართველი გუნდი ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ყველამ უნდა სცეს პატივი, უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას და ღირსეულად გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა. ჯაშუშობა მატერიალური სარგებლისთვის დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი უძილაურს ბრალის დადგენილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატის თანდასწრებით გააცნეს. უძილაური დუმილის სტრატეგიას ირჩევს, მის წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები უცხო სახელმწიფო სპეცსამსახურებისთვის სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემების გადაცემას ეხება. საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე საიდუმლო გრიფი ადევს, თუმცა ცნობილია, რომ სუსი რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა ოპერაციას, რა დროსაც გაირკვა, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული ქვეყნისთვის ჯაშუშობდა. უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის გადაცემას. პროკურატურის წარდგენილი ბრალი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო იყოს მობილიზებული, განაცხადა ფაქტის შეფასებისას პარლამენტის თავმჯდომარემ. დოკუმენტი, რომელიც თავად ევროპარლამენტზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ტექსტი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ კოლექტიური ნაცმოძრაობის ნამუშევარი. ასეთი შეფასება მისცეს საპარლამენტო უმრავლესობაში რასა იუკნევიჩიანის მომზადებულ ანგარიშს, რომელიც ქართული ოცნების ლიდერების პერსონალურ სანქცირებასთან ერთად დამოუკიდებელი ქართული ტელეკომპანიების დასჯასაც ითხოვს. აი ამ შესწორებით სააკაშვილის პარტიის პოლიტიკური ოჯახის წევრმა საკუთარი კოლეგებიც გააოგნა, ამით ისინი დემოკრატიას აკრძალავენ სიტყვის თავისუფლებას და აზრთა მრავალფეროვნებასო, თქვა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანემ. დეპუტატ ანდრაშ ლასლოს შეფასებით კი ევროპარლამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ აუქმებს იმ მოსაზრებებს და ფაქტებს, რომლებიც არ მოსწონს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას და ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით დეზინფორმაციის ტირაჟირებას ახდენს, ხოლო მისი მიზანი საზოგადოებაში პოლარიზაციის და რადიკალური განწყობების წახალისებაა. და ბოლოს ხდომის ესთეტიკური ნაწილი, რასა იუკნევიჩიანის რუსულმა აქცენტმა შალვა პაპუაშვილს უკვე მერამდენედ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა მოაგონა და ევროპარლამენტს მისი რეინკარნაცია უწოდა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი და მთავარი აქცენტი დაკავშირებადობის გაძლიერებაზე. საქართველოს პრემიერმა ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დაკავშირებადობის ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს. მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შეხვედრისას კი პრემიერმა ჩატარებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი, ციფრები შთამბეჭდავია, მხოლოდ 2025 წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი იქნა დაკავებული. საერთაშორისო ნარკოტრაფიკინგ
მიტინგის 154 შემთხვევა გამოვლინდა. პრემიერს ჰქონდა არაერთ ლიდერთან შეხვედრა და მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. პრობლემები იყო და ეს პრობლემები არსად წასულა. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები, თქვა თბილისში დაბრუნებულმა ირაკლი კობახიძემ. შეხვედრებს ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი, რომელსაც ახლა სტუდიაში ვიწვევთ. ველოდებით იმედი ლაივის სტუდიაში მაკა ბოჭორიშვილს და ალბათ პირველი კითხვა უნდა დაუსვათ მას უკრაინულ კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის ბოლო ცნობა და ძალიან საინტერესო გაგრძელება ერევანში. მით უმეტეს რომ ბოლო 3 დღეში ეს უკვე მეორე კონტაქტია თქვენს კოლეგასთან. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. რაზე ისაუბრეთ? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად რაღაც გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში. დღესაც შედგა ჩემი სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას, საუბარს. მართლაც არის საკითხები, რომელიც დაგროვილია დღის წესრიგში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას მოდით ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია რომ გადავდოთ გვერდით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის რომ ერთი რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ საკითხებზე, ეს რა თქმა უნდა უკვე შეიძლება განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები რაც დაგროვდა ურთიერთობებში იყოს უკრაინული მხარისგან სწორად გაგებული ისე როგორც გავიგეთ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა. ჩვენ შევთანხმდით რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოებში. ამ საუბრის შესახებ გაავრცელა სოციალურ ქსელში ინფორმაცია ანდრეისიბი გამოცდა ის ხაზგასმულად წერს რომ არის მოხარული ამ საუბრით რომ გაგრძელდა ეს კომუნიკაცია ერევანში გამართული შეხვედრის შემდეგ და ხაზგასმულია რომ ეს არის ორმხრივი ინტერესი რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი გაგრძელდეს საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე და ზოგადად კონტაქტის შენარჩუნებაზე უბრალოდ მაინც კიდევ ორ დავაკონკრეტე რა შეიცვალა თუ კი შეიძლება ასეთი რამ გამოიკვეთოს გასაგებია არაფერი შეცვლილა საქართველოს პოზიციებში არაფერი შეცვლილა საქართველოს მიდგომებში ჩვენ მე ეს ჩემს კოლეგას ვუთხარი კიდეც საუბრისას და პრემიერ-მინისტრმაც ახსენა ეს პოზიციები როდესაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ქონდა შესაძლებლობა გასაუბრების ჩვენ ძალიან ღია მტკიცე პოზიცია გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია არსად დაგვიმალავს და ეს არის საკმაოდ თანმიმდევრული პოზიცია ეს ჩანდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ეს ჩანდა ჩვენს განცხადებებში თუმცა იყო პოზიცია რომელიც ერთგვარად უგულვებელყოფდა იმას ყველაფერს რასაც ამბობდა თბილისი და რაღაც აღქმებზე თუ არ ვიცი რაზე დაფუძნებული ეს რა თქმა უნდა არის საკითხი რაც ალბათ უნდა ვიკითხოთ რას ეფუძნებოდა ის პოზიციები რაც ჩვენ გვესმოდა უკრაინული მხარის მხრიდან რაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო ნამდვილად ქართული საზოგადოებისთვის ამ ხნის განმავლობაში მაგრამ კიდევ ერთხელ რადგან არის ეს სურვილი უკრაინული მხარის მხრიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და ის პოზიტიური განწყობა თუ მოლოდინი რომელიც უკავშირდება ურთიერთობის ნორმალიზებას რა თქმა უნდა ის არის რასაც ჩვენ ვიღებთ ამიტომაც შედგა ეს კომუნიკაციაც და სატელეფონო საუბარიც რომ ცადოთ რა თქმა უნდა ის რომ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია მით უმეტეს ქართველი მაყურებელი ადევნებდა თვალყურს მთელი ამ წლების განმავლობაში როგორ ვითარდებოდა ეს მოვლენები და ჩვენ რა შეფასებები და ნაბიჯები ქონდა უკრაინის მხრიდან. თუმცა თქვენ ზელენსკისთან შეხვედრაც ახსენეთ, გასაგებია რომ ეს შეხვედრის ნაწილი არის დახურული, მაგრამ საინტერესოა რით დაიწყო ეს საუბარი, როგორც ვიცით, უკრაინულ მხარის ინიციატივით მოხდა. დიახ, ამ
შემთხვევაში უკრაინული მხარის ინიციატივით იყო ეს შეხვედრაც, ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შედგა გასაუბრება, შემდგომ უკვე მაღალ დონეზე იყო გასაუბრების შესაძლებლობა. სურვილი, რომ ურთიერთობებში გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები. ეს არის პირველ რიგში ის, რაც გავიგეთ და რასაც ემსახურებოდა ეს კომუნიკაცია. დანარჩენი უნდა ნახოთ დრო გვაჩვენებს, როგორ განვითარდება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები, რაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ, რომ ვერ დავარქმევთ იმას, რომ დაფუძნებული იყო ურთიერთპატივისცემაზე, ჩვენ გაცხადებულიც ჰქონდა, რომ გარკვეულწილად ცალმხრივი მეგობრობის ასე ვთქვათ, მდგომარეობაში ვრჩებოდით უკრაინასთან და ცალმხრივი ფაქტურად მხარდაჭერის რეჟიმში, ჩვენ ეს არასდროს შეგვიწყვეტია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები იქცეს ორმხრივი პატივისცემის, დაეფუძნოს ორმხრივად პატივისცემას და ასე გაგრძელდეს. ეს რა თქმა უნდა ჩვენი სურვილიც არის, ჩვენ არასდროს გვისურვია არც ერთ მეგობარ სახელმწიფოსთან და ხალხთან სხვაგვარი ურთიერთობა და თუ კი ესეთი სურვილი იქნება მეორე მხრიდანაც და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაითქმევა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით. ახლა შევეხოთ თავად ერევანში გამართულ სამიტს, სადაც აქცენტი იყო დაკავშირებადობაზე გაკეთებული და ეს ის საკითხია, სადაც საქართველოს თავისი ინტერესები აქვს და საქართველოს წარმოადგენს პირველ რიგში ძალიან დიდი ინტერესს მთელი მსოფლიოსთვის, როდესაც თემა არის სწორედ დაკავშირებადობა. აი, რა პოზიციებით იყო წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას მუდმივად ახასიათებს, რომ თითქოს ჩვენ კარგავთ ამ პერსპექტივას და შესაძლებლობებს. ხო, ეს ხა თითქოს ჩვენ კარგავთ პერსპექტივას და შესაძლებლობას, ეს მხოლოდ და მხოლოდ, რა ვიცი, ისეთივე უსაფუძვლო ნარატივი და არასერიოზული ნარატივია, როგორიც ბევრი მოვისმინეთ ამ წლების განმავლობაში და ამიტომაც ვერასდროს ვერ იყო, ასე ვთქვათ, ამ ნარატივების ავტორები ვერ იყვნენ დამაჯერებლები, სწორედ იმიტომ, რომ ტყუილზე და აბსოლუტურად უსაფუძვლო თეორიებზე ამყარებენ თავის პოზიციებს. იგივეა ეს, მარტივია. გეოგრაფია, რუკა და მნიშვნელობა ქვეყნის, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, შავი ზღვის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ შეხედო ქვეყანას, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება, რომელიც არის მთავარი დამაკავშირებელი ზღვასთან არაერთი ქვეყნის, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, ანუ რეგიონშივე, ჩვენს პატარა რეგიონშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე და მნიშვნელოვანი ქვეყანა და აქედან გამომდინარე უკვე რეგიონის მნიშვნელობაც სწორედ ამიტომ არის უკვე გაზრდილი, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და ამის არ დანახვა წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ბუნებრივია ეს ყველამ კარგად იცის, ყველა კარგად ხედავს, უბრალოდ ეს გეოპოლიტიკური საჭიროება და გარდაუვალობა ამ საკითხის დღეს ისე დგას დღის წესრიგში, რომ ახლა ელოდნენ თუ არ ელოდნენ, თვლიდნენ თუ არ თვლიდნენ, ეს მეორე საკითხია, ვინ რატომ ვერ დათვალა, რომ ეს დღე შეიძლება ძალიან მალე დამდგარიყო, როდესაც საქართველოს გვერდს უბრალოდ ვეღარ აუვლი და ვერ დახუჭავ თვალს საქართველოს არსებობაზე. ეს არის სწორედ ეს მომენტი და სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა სწორედ ერევანშიც, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრობს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის ნახეთ თქვენ ევროკომისიის პრეზიდენტი თავად იღებდა მონაწილეობას დაკავშირებადობის შესახებ დისკუსიებში, იქ რა თქმა უნდა საქართველოს ხმა და საქართველოს პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა განვავითაროთ რეგიონის ქვეყნებთან, პირველ რიგში უშუალო მეზობლებთან, ვინაიდან მათ გარეშეც რა თქმა უნდა ჩვენთვისაც შეუძლებელია ამ ფუნქციის შესრულება. ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რა თქმა უნდა ჩვენ ასევე შეხვედრა გქონდა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ერევანში
არაერთი კომუნიკაცია გვაქვს თურქულ მხარესთან ასევე და თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის და არის ძალიან საფუძვლიანი და მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რეგიონის მნიშვნელობა დიდია, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს, რეგიონის უფრო ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებიც მოიცავს. ხედავთ, რაც ხდება ცენტრალურ აზიაში, რამდენად მნიშვნელოვანია ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობას, ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი ჩაერთო ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში, რაც კიდევ უფრო დამატებით შესაძლებლობებს ხსნის ჩვენი რეგიონისთვისაც და ეს დინამიური თანამშრომლობა, რომელიც მიდის ყოველდღიურ რეჟიმში, რა თქმა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში სიკეთის მომტანი და გარკვეულწილად სტაბილურობის გარანტიც, იმიტომ რომ დღეს არავის არ უნდა ჭირდებოდეს ჩვენს რეგიონში არეულობა, არ უნდა ჭირდებოდეს დაძაბულობა და არასტაბილურობა, ვინაიდან დღეს სწორედ ეს პატარა რეგიონი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როდესაც გარშემო ცეცხლისალშია მართლაც გახვეული ორი დიდი რეგიონი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად და ამასაც ვაკეთებთ, ამისკენ არის მიმართული, ამიტომაც ვიცავთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას და ხშირად საუბრობთ ამაზე, რომ შევინარჩუნოთ ეს ფუნქცია. კი ბატონო, ის რომ გეოგრაფიას გვერდს ვერავინ აულის, ეს ყველამ კარგად ვიცით. მათ შორის იციან ევროკომისიაში ხელმძღვანელმა პირებმა, თუმცა ისინი სიტყვიერად ცდილობდნენ ამ ყველაფრის გვერდისავლას. თქვენ ახსენეთ შეხვედრა ზუსტად მაშინ, როდესაც ირაკლი ყობახიძე და ურსულა ფონ დერ ლაიენი ისხდნენ პირისპირ და ირაკლი ყობახიძე იქ საუბრობდა იმაზე, რომ როგორ აკავშირებს 7 ქვეყანას საქართველოს. საინტერესოა თუ იყო ამის შემდეგ რაიმე კომუნიკაცია ან ჩვენ ნახავთ თუ არა რაღაცნაირად შეცვლილ რიტორიკას, რასაც აქამდე ვისმენდით. ნახეთ, ერთის მხრივ შეცვლილ რიტორიკაზე საუბარი ცოტა ხნის წინ დაიწყო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ბუნებრივია, ხა შეუძლებელია ეს ვერ შეამჩნიოთ, რომ არ არის ის ენთუზიაზმი საქართველოს, ასე ვთქვათ, კრიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვხედავდით 1-2 წლის უკან და გარკვეულწილად იცვლება და უფრო, ასე ვთქვათ, რეალურ ჩარჩოებში ბრუნდება ის ურთიერთობები. თუმცა მეორეს მხრივ ვხედავთ სუგუშინ იყო ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ხდომაზე საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში, რომელიც ისევ და ისევ არის სრულიად აბსურდული დოკუმენტი. და როგორ გავიგოთ ასეთი გზავნილები ბრიუსელიდან საქართველოს საზოგადოებამ კი კარგად იმეცადინა ამასობაში ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროკავშირის ასე ვთქვათ სტრუქტურაში ერთის მხრივ ვისაუბროთ ურთიერთობებზე, რომელიც ჭირდება სასიცოცხლოდ ევროპას, ევროკავშირს, ბრიუსელს და მეორეს მხრივ ჩვენ ვუყუროთ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ასეთ დამოკიდებულებას, რომელსაც ახლა შიგნით ძალიან ხშირად იხსენიებენ ხოლმე, ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ იგივე ევროპარლამენტის პრეზიდენტი შეგვახსენებს, რომ ეს ხალხის არჩეული დემოკრატიული ინსტიტუტია და მნიშვნელოვანია ეს იყო. მოკლედ, მნიშვნელოვანი არის თუ არ არის, ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში იყოს სამართლიანი დამოკიდებულება და რეალისტური დამოკიდებულება. ეს ჩვენზე მეტად დღეს ჭირდება ევროპას, ისევ და ისევ ევროკავშირს, იმისთვის რომ რეპუტაციაც დაიცვას და შენარჩუნდეს, იმიტომ რომ ასეთი რეზოლუციები, ასეთი დოკუმენტები პირველ რიგში მათ რეპუტაციაზე მეტყველებს ცუდად, თორე ამ პატარა საზოგადოებაში ძალიან რთულია დამალო რამე და დაიჯერო ის, რაც წერია ევროპარლამენტის ამ დოკუმენტში. ხო, წარმოუდგენელია იმის სერიოზულად და სერიოზულად აღქმა ჩვენი საზოგადოების მხრიდანაც და ასე რომ მნიშვნელოვანია თავის რეპუტაციას გაუფრთხილდნენ პირველ რიგში და სერიოზული საუბარი გქონდეს, იმიტომ რომ ეს ჭირდება ევროპას დღეს, ჭირდება საქართველოს, ჭირდება სამხრეთ კავკასია და ამას ვერავინ ვეღარ უარყოფს, უფრო მეტად საუბრობენ. თუმცა მეორეს მხრივ ისევ და ისევ კონკრეტული პირები, რომლებიც დღეს იკავებენ წამყვან თანამდებობებს ბრიუსელში, მაქსიმალურად ცდილობენ ისაუბრონ ისე, რომ არ ახსენონ საქართველოს, ჩაატარონ შეხვედრები ისე, მათ შორის დაკავშირებადობაზე, რომ იქ არ ყავდეთ საქართველოს და უნდათ, რომ ამავდროულად სერიოზულად გამოიყურებოდნენ და წარმოუდგენელია ეს ორი ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელი რამ არის ისაუბრო
დაკავშირებადობაზე და იქ არ ყავდეს საქართველოს და არის საუბრო მას. ჩვენ გვაქვს კითხვები დღესვიერ ნახსა და მანგარიშთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჩვენი და სხვა ტელეკომპანიების სანქციების მოთხოვნის თაობაზე, მაგრამ მანამდე კიდევ ერთი კითხვა, ის სწორედ ერევანში არსებული განწყობების და გამოხმაურების შესახებ. ეს არის ძალიან არასასიაოვნო მცდელობა, რომ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში ქვეყნებს შორის გააჩინონ ერთგვარი კონკურენცია თუ რაღაცა ქიშპობა, ის რომ თითქოს აქ საქართველოს იყო ამიერკავკასიის დედაქალაქი და ეს პოზიციები დაკარგულია და ახლა ერევანი იღებს ამისიას საკუთარ თავზე, რომ რაღაც ტიპის დაპირისპირება შეიძლება არსებობდეს ჩვენ შორის. განსაკუთრებით საქართველოში ხელისუფლების ოპონენტები აქტიურობენ, რომ აი ისინი რო იყვნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა სულ სხვა რეალობა. მადლობა, რომ ამ თემას ახლა თქვენი დამოკიდებულება როგორია, სწორედ რეგიონის პერსპექტივის ჭრილშია. ხო, აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს სასაცილო მცდელობები ახალი არ არის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ბიუროკრატიიდან ჩემთან საუბარში, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი, ჩემთან საუბარში ახსენა ასეთი რაღაც, ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით და ნახავთ მერე როგორ იქნება ამბავი. მაშინ კი ვფიქრობდით, როგორ შეიძლება ჩაენაცვლებინათ ბიუროკრატიას საქართველოს სომხეთით, რა ლოგიკით და სად ხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება. შემდგომ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაში. თუმცა სასაცილოა, იმიტომ რომ ამას სერიოზულად უბრალოდ ვერ აღიქვამ. ცადეს ეს რაღაც გაეღვივებინათ თუნდაც ტრიპის ზესაუბრის ტრამპის მარშრუტზე საუბრისას, რომ აი საქართველოს ამოვარდა სატრანზიტო ფუნქცია. პირიქით, ჩვენ ამას უყურებთ სერიოზულად, პირიქით, რაც უფრო მეტი გზა და მარშრუტი განვითარდება, რომელიც სამხრეთ კავკასიას დაფარდავს და რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ისედაც ძალიან პატარა რეგიონის შესაძლებლობები მცირე, არ არის ეს ის შესაძლებლობები, რომელიც სრულად მოიცავს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სავაჭრო ბრუნვას, ხო, წარმოუდგენელია. ისედაც ძალიან ბევრია და შესაბამისად ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე, არც სანერვიულო გვაქვს რამე, რომ საქართველოს დაკარგავს უკვე ამ არსებულ ფუნქციას. ეს ერთი. მეორეს მხრივ არსებობს არსებული მარშრუტები, არსებობს რა თქმა უნდა, რაზედაც მომავალში უნდა ვისაუბროთ და შესაძლებელია დამატებითი ღირებულება შესწინოს ჩვენს რეგიონს, მაგრამ არსებულს შევხედოთ, ხო წარმოუდგენელია 10 წლეულების მანძილზე ნაშენები გზები, რომელიც ევროპაში მიდის, რომელსაც ევროპაში მიაქვს ენერგორესურსები, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამან დაკარგოს დღეს მნიშვნელობა. ხო, ახლა ამაზე სერიოზულად კომენტარის გაკეთება და მტკიცებაც კი უბრალოდ არასერიოზულია. თუმცა მცდელობები არის, ამას მხოლოდ ღიმილით შეიძლება შეხედო, არა მხოლოდ გზების და მარშრუტების ხედავთ ევროინტეგრაციის პროცესში და ცდილობენ გარკვეული კონკურენციის გაჩენას რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასევე ღიმილის მომგვრელია. თავად სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ამ ფაქტს ხაზი და ევროპარლამენტშიც განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რომ ევროინტეგრაციაზე საუბარი, როდესაც არის სომხეთისთვის, ჯერ საქართველოა და იქ უნდა შევხედოთ რა და როგორ განვითარდება. ჩვენ ამ რეგიონში კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი სამივე ქვეყანამ, შესაბამისად თუ ვინმეს ეს აზრად აქვს თავში, რომ რაღაც გააღვივოს ერთმანეთთან არასასურველი და არასაჭირო კონკურენცია, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია მართლა და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და რეალურ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს, რომ რამე წარმატებას ვინმე მიაღწიოს ამ მიმართულებით. თქვენ საინტერესო დეტალი აღნიშნეთ, როგორც ჩანს, ეს გეგმა დიდი ხანია იღებს სათავეს, თუმცა მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ფოტოებს, კადრებს და ასე შემდეგ, იქ საერთოდ არ ჩანს ის სურათი, რასაც ევროკავშირის ლიდერები ამტკიცებენ ხოლმე საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის შეხვედრების ფორმატშიც. საინტერესოა, 6 თვის წინ მაგალითად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოვიდოდა და ისურვებდა საუბარს.
და შემდეგ ასე განვითარდებოდა პროცესები. ანუ ჩვენ უნდა ველოდოთ ევროკავშირთან მიმართებაშიც რაღაც პერიოდის მერე შემოbrunების წერტილს თუ შესაძლოა ეს ურთიერთობები დარჩეს სანამ ის ლიდერშიპია. ხო ნახეთ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინსტრუმენტები. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა, კონკრეტული ხელისუფლებებიც, მათ შორის კონკრეტული ადამიანები იყვნენ გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებაში რაღაც მიზნები ყოფილიყო მიღწეული და ამ პოლიტიკურ დღის წესრიგში იყვნენ ჩართულები. ხა ზოგს უნდა შეიძლება ზოგს ნაკლები ენთუზიაზმი ქონდა, ზოგს მეტი ენთუზიაზმი ქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მანქანის მიერ ეს ხალხიც, მათ შორის ხელისუფლებებიც გამოყენებული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად, განცხადებების საკეთებლად და ეს ყველაფერი იყო მთავარი მიზნის მისაღწევად გაკეთებული. ეს რამდენად აქტუალურია დღეს და რამდენად საჭიროა ისევ ამ დღის წესრიგით ურთიერთობა საქართველოსთან. აქ მთავარი კითხვა არის არის ეს დღის წესრიგი ისევ ის დღის წესრიგი თუ დღის წესრიგი იცვლება საქართველოსთან ურთიერთობების და შესაბამისად ის ინსტრუმენტები რაც გამოიყენებოდა ახლა სხვაგვარად უნდა იყვნენ გამოყენებული. უფრო ალბათ ამას ვხედავთ გარკვეულწილად იცვლება დღის წესრიგი ის ასე ვთქვათ მიზნები რა მიზნებით სამოძრავებდათ საქართველოსთან მიმართებაში ჩანაცვლდება ცოტა უფრო სხვა მიზნებით და შესაბამისად შეიცვლება მიდგომებიც და დამოკიდებულებებიც. ნუ რა თქმა უნდა ამას დრო დაჭირდება, რა თქმა უნდა ეს არ არის ერთი დღის და ერთი თვის საქმე, გარკვეული პროცესი არის გასავლელი, მათ შორის ევროკავშირთან დამოკიდებულებაშიც მე არაერთხელ მithქვამს და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და დღეს უკვე ხედავთ კიდეც რომ დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვლება და ეს გარდაუვალია. გაჩნდება ჩანაცვლება სხვა დღის წესრიგით. ხა და ნახოთ. უცვლელია რასა იუკნევიჩიანეს ენთუზიაზმი მან წარადგინა ანგარიში, რომ საქართველოში პროგრესი არ შეიმჩნევა, რომ ქვეყანა სწრაფად აგრძელებს ჩაძირვას ავტორიტარიზმში. სანქციები ეს ახალი თემა არ არის გასაგებია, მაგრამ ახლა უკვე 3 ქართული დამოუკიდებელი მედია საშუალების დასანქცირებას ითხოვენ და აქ საუბარია იმაზე, რომ ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა სიტყვის თავისუფლება ევროკავშირმაც უნდა განახორციელოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში. აი, რაზე მეტყველებს ასეთი ნაბიჯით? ეს ერთგვარი სიმპტომია ალბათ იმ სიტუაციის და განწყობების, რაც არის ევროპაში. ქალბატონ რასაც და ესეც არ არის ახლა ერთი კონკრეტული პიროვნება და მისი, ასე ვთქვათ, დღე და ღამის საფიქრალი, რა თქმა უნდა, საქართველოს ესეც გარკვეული, ასე ვთქვათ, დღის წესრიგის ნაწილია მისი ქმედებები. მიზანი იყო აქ ერთი, ეს ხელისუფლება უნდა ჩანაცვლებულიყო, როგორც არ უნდა ყოფილიყო, რაიმე გზით უნდა მომხდარიყო ამ ხელისუფლების ჩანაცვლება. ეს ხელისუფლება ვერ ჩანაცვლეს, ვერც ბრიუსელში საარჩევნო კამპანიების წარმოებით, ვერც ვაშინგტონში, ვერც ვერსად, ვერც სხვა დედაქალაქებში. პოლიტიკური ელიტა, ოპოზიციური ვერ გახდა პოპულარული საქართველოში, იმიტომ რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული დღის წესრიგი, ასე ვთქვათ. დღეს რა ვქნათ, როგორ დაეხმაროს რასა და როგორ დაეხმაროს ეს ჯგუფი ქართულ ოცნებას იმაში, რომ აღარ იყოს ხელისუფლებაში, ხო ეს დღის წესრიგი ხო აშკარად არის ისევ და ისევ მათთვის, რომ როგორმე მოახერხონ ქართული ოცნების ჩანაცვლება, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ეს არ არის სასურველი ხელისუფლება საქართველოში. საუკეთესო გზა მათთვის დღეს დარჩა ის, რომ ჩვენ საერთოდ გაგვაქრონ, დაგვასანქცირონ, ასე ვთქვათ, პირზე ხელი აგვაფარონ, აღარ ვილაპარაკოთ ტელევიზიაში არ იყოს, საერთოდ მის შენი ხმა არ უნდა ისმოდეს. ქართული ოცნების ხმა არ უნდა ისმოდეს, ხო? ამ ჯგუფის მიერ გადადგმული ნაბიჯები მთლიანად იყო აქეთ მიმართული. აბა რა ასემსახურებოდა მაგალითად ევროკავშირის პარლამენტის შეხვედრებზე ქართული ოცნების წარმომადგენლის დემონსტრაციულად არ დაპატიჟება. რას გიშლის, ხო? ჩამოდის პარლამენტის წევრი, ლაპარაკობს 1 წუთი უნდა ისაუბროს, ხო? მეტი დრო იქ არ არის და არის ამას
აკეთებდნენ 15 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ამ შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას. არ უნდა თქვა, იმიტომ რომ არავინ არ უნდა გაიგოს შენი ხმა, შენი პოზიცია, მარტო უნდა იყოს ერთი ნარატივი, ერთი პროპაგანდა, მოდით დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, სადაც, იმიტომ რომ ჩვენ რო ვილაპარაკ ქართული ოცნების წარმომადგენელი რო დადგება და მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომზე რო იტყვის იმას, რასაც ვამბობთ, რომ იტყვის, რომ ხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ხო შეარყევს მაშინ იმ ნარატივს, რა ნარატივზედაც ვთქვათ, ისინი იკვებებიან და ცდილობენ, რომ ის საზოგადოება გამოყვებო. ქართული ოცნების პარლამენტის წევრი, რომ სადღაც ჩავადა, კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ იცით რა, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩემთან დგას ჩემს ქვეყანაში რუსული ჯარი. ამას რომ შეახსენებს კიდევ ერთხელ, მე იმ ნარატივს რა უყონ, რომ ქართული ოცნება რუსული ხელისუფლებაა და საქართველოს რუსული ხელისუფლება აქვს. ამიტომ უმჯობესია, რომ საერთოდ არ დაგსვან მაგიდასთან, არ იყო იქ და შენი ხმა არ ისმოდეს. ასევე პრობლემურია ის ხმა, რა ხმაც ისმის საქართველოში არის მედიის პლურალიზმი, ხო, რომელიც შენ გემოვნებაში ჩაჯდება, იმ ტელევიზიას უყურე, თუ გინდა მოისმინო ეს ინფორმაცია, უსმინე ამ ინფორმაციას. ამის შესაძლებლობა გაქვთ და თქვენ ხართ პრობლემა, იმიტომ რომ თქვენი ტელევიზიიდან ისმის ის პოზიციები, რომელი პოზიციებიც მათთვის არ არის სასურველი რომ გაიგონ. ისმის, აი მე თქვი ევროკავშირის ელჩთანაც შეხვედრაზე, ტელეიმედი, სადაც მე მივდივარ და ინტერვიუს მე ვსაუბრობ, ეს არის ჩემი პოზიციები, ხო? ვერავინ ვერ დააბრალებს ტელეიმედს, რომ ეს თქვა, ხო, მე ვამბობ ამას. ეს არის ხო პრობლემა თქვენთვის, ესე იგი, ჩემი პოზიცია გაჟღერებული სრულად, რომელიც არ მოჭერით, არ ამოჭერით და არ მიაწებეთ რაღაცეები. პრობლემაა ესე იგი, ხო, არ უნდა ისმოდეს, უნდა ისმოდეს მარტო იმ ტელევიზიის ხმა, რომელიც ჩემს ნათქვამს ერთ ყურს მოაჭრის, ერთ ხელს მიაწებებს და სულ სხვანაირად წარმოაჩენს. ამაზეა საუბარი, რამდენად გვინდა და რამდენად გულწრფელები ვართ, როდესაც საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ამ დროს რეზოლუციაში არც ერიდებათ ისე წერენ, რომ ტელევიზიის წარმომადგენელი არ შემოუშვათ ევროპარლამენტის შენობაში. მეტი აბსურდი, რა ვიცი რა გითხრათ. ეს მექანიზმები ერთის მხრივ გააჩუმონ კრიტიკული მედია, მეორეს მხრივ სიტყვაზე ევროკავშირის ელჩი ახსენეთ და იმ ნარატივებით ისაუბროს და დააშინოს მოსახლეობა, მესამე მხრივ მაგალითად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთოდ არ შეცვალოს ფებრუარზე ამდენი ხნის განმავლობაში მონაცემები. ეს მხოლოდ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის, იგივე დოკუმენტში ევროპარლამენტი თხოვს, მგონი წერია, ხო, თხოვს ევროკომისიას, რომ ეს დოკუმენტი გააცნოს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ანუ ეს არ არის ხო შემთხვევით ჩარჩენილი, ანუ არის რაღაც ძალები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, ინსტიტუტებშიც, რომლებიც მიზანმიმართულად, ეს უკვე დეზინფორმაციაც აღარ ქვია, მავნებლობა ქვია, ხო, აკეთებენ ამას, რომ შექმნან სურათი, რომ ვიღაც საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებს, ვიღაცამ არ აღიარა საქართველოში არჩევნები და ამ დროს გვესაუბრებიან დემოკრატიაზე და დემოკრატიის წინსვლაზე თუ უკუსვლაზე. საინტერესოა ევროკავშირის ელჩმა როგორ ახსნა, რატომ შეგვახსენა სამოქალაქო ომი და სიღარიბე და ბნელი წარსული, რაიმე ესეთი დამაჯერებელი განმარტება თუ ხომ? დამაჯერებელი განმარტება როგორ უნდა გააკეთო ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ახლა აქ კონტექსტებზე საუბარი ზედმეტია, როგორც არ უნდა აჩვენო, რომელმა მედიამაც არ უნდა აჩვენოს ეს განცხადება, ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც გამოიარა ძალიან ბევრი ტკივილი და ძალიან ბევრი ცუდი რამ, მათ შორის გარე ძალების მიერ ჩვენი საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება ამ ქვეყანას გავლილი აქვს. ამიტომაც ვართ ძალიან ფრთხილი საგარეო ჩარევებზე, ამიტომაც არ მოგწონს ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ვიღაც ახალისებს რადიკალიზმს, გველაპარაკება პოლარიზაციაზე და თესავს პოლარიზაციას, აღვივებს პოლარიზაციას ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ ამ საკითხების მიმართ განსაკუთრებით სენსიტიურები ვართ, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ მძიმე გამოცდილება. ჩვენ ვნახეთ, რას ნიშნავს ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოება, ჩვენ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ჩვენ ამის შეხსენება არ გვინდა, გვახსოვს ძალიან კარგად, გავიზარდეთ, ცოტა ვისწავლეთ ჩვენივე შეცდომებზეც შეიძლება
და ჩვენ აღარ გვინდა, არ გვსურს ვინმე ისაუბროს ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირებულ საზოგადოებაზე და შეგვახსენოს ის წლები, რომელი წლებიც არც თუ ისე კარგად აისახა ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ემზადებოდნენ, ჩვენ სრულიად დანგრეულ და დაშლილ ქვეყანაში ცხოვრობდით და ამის სურვილი ნამდვილად არ გვაქვს, არ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იგივე გაიარონ და სწორედ ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაც ვუფრთხით მომეტებულ უცხოურ გავლენებს ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ ინტერესებს ქართულ პოლიტიკაში. კი ბატონო, ერთი საკითხიც გვინდა მივიხილოთ, ეს ეხება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. დადგა მაისი, რა ხდება? მაისი დადგა ველით ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციებს. ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი ხვალდაზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს, სად ვართ, სად ვდგავართ და რა არის ასე ვთქვათ ჩვენი სამომავლო გეგმები. მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, რომელიც კიდევ უფრო სიღრმეებში, ასე ვთქვათ, წავა და მეტად უფრო სიღრმეებში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ერთ სიტყვით გარკვეული დინამიკა არის და ნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. დინამიკა ნამდვილად პოზიტიურია, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ გაცხადებული სურვილი არის სტრატეგიული პარტნიორობა თან სუფთა ფურცლიდან. ეს უკვე დიდი ხნის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის დღიდან პრაქტიკულად ეს არის ჩვენი პოზიცია საქართველოს ხელისუფლების. აი ეხლა რა მუშა პროცესიც მიმდინარეობს და ეს ნამდვილად მიმდინარეობს ჩვენ. ეს სწორედ აი ამ მიზნისკენ მიმართული სვლა არის თუ რაღაცა სხვა ეტაპია? ხო, ჩვენ ძალიან ცხადად ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი პოზიციები, ჩვენი დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვერავინ ვერ უარყოფს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ჩვენს რეგიონშიც და გლობალურად და რა თქმა უნდა სუბიექტური ინტერესი არის და არსებობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ იქნა შეჩერებული თუ გაუქმებული და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ინტერესი რომ ჩვენი ურთიერთობები მოექცეს ჩარჩოებში, მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში და ეს იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ ჩვენს ინტერესებზე, რა ინტერესები აქვს საქართველოს, რა ინტერესები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სად ვხვდებით ერთმანეთს, სად არის გადაკვეთის წერტილები და რა არის ის ჩარჩოები, რა ჩარჩოებშიც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა განვავითაროთ. ამას რა თქმა უნდა ჭირდება მუშაობა, ჭირდება ძალიან ბევრი გაცვლა პოზიციების და ძალიან სასიხარულოა რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები ითქმება იმისთვის რომ იყოს ამის შესაძლებლობა, იყოს ამ შეხვედრების შესაძლებლობა და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. იმედი ლაივი დღეს ამით დასრულებულია, ვრუნდებით ხვალ 23 საათზე. ნახვამდის.